კრავ მაგა ანუ კონტაქტური ბრძოლა. ასე ითარგმნება ივრითიდან. ეს ებრაული ბრძოლის სისტემაა. კრავ მაგა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ორთაბრძოლის მეთოდია. ის 1930 წელს იმი ლიხტენფილდმა შექმნა, რათა ებრაელ მოქალაქეებს ქუჩაში თავი დაეცვათ ნაცისტური გასამხედროებული ფორმირებების თავდასხმებისგან. კრავ მაგა არ არის სპორტის სახეობა. ეს რეალური ბრძოლის ხელოვნებაა, რომელიც ნამდვილ შერკინებაზეა გათვლილი. აი ამას ვიგავით. არის ორგანიზაცია ისრაელში, იერუსალიმში World Security and Self-Defense Academy, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის აკადემია, რომლის პრეზიდენტიც არის ჩვენი მეგობარი გაბი მიხაელი, ჩვეულებრივი ქართველი ებრაელი, რომელიც უბრალოდ გაიზარდა ისრაელში, რომელიც არის ევროპის ჩემპიონი კარატეში, მანაც ჩემსავით თავის ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო კარატეს. კავკასიაში არ არის ჯერ კრავ მაგა და ჩვენ ვართ პირველი, მე ვარ ამის ხელმძღვანელი. კრავ მაგა გამოიყენება ქუჩაში, ავტობუსში, ტრანსპორტში, რესტორანში, ლიფტში, სადარბაზოში, ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც შეიძლება რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს ვინმე კრიმინალი თავს დაესხას და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს. ეს არ არის სპორტის სახეობა, ეს არის ძალიან ეფექტური და მარტივად ასათვისებელი სისტემა, რომელიც არის დაფუძნებული თავის დაცვაზე ქუჩაში ნებისმიერი მოქალაქისთვის. ანუ არ არის ამისთვის საჭირო, რომ შენ იყო სპორტსმენი, გქონდეს რაღაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები, ეს არის ნებისმიერი მოქალაქისთვის. საერთოდ ყველა მეცეცა ჩემთვის არაა უცხოხილი სპორტი, მე ბავშვობიდან დაკავშირებული სპორტთან, ამ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რასაც ყველას ურჩევდი, საერთოდ ჩემ მასტერკლასებსაც ყოველთვის სტუდენტებს ურჩევ ამას. რაც შეეხება კრავ მაგას, ეს ეხლა ინერგება საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ ასევე ბატონი ბესო ხუციშვილი გაუძღვება ამას და დანერგავს საქართველოში. უნდა გითხრათ, რომ ცხოვრებაა და ამ შემთხვევაში კი ასაკის მიუხედავად, არავინ არ ვარ დაზღვეული ყოველდღიურ ცხოვრებაში, უამრავ პრობლემას ვაწყდებით და კრავ მაგა ის საბრძოლო სახეობაა, სადაც რომლის მეშვეობითაც შეიძლება ადამიანმა დაიცვას თავის თავი და ასევე დაეხმაროს თავის ახლობელ ადამიანებს, რომელსაც ჩაგრავენ უსამართლოდ. და შენ მაგას უთყავ, მე ამას უთყავ. ებრაელების ეს გენიოსობა ამაში ჩანს, რომ სისტემა ჩამოაყალიბეს. შედის კრავ მაგაში ახალი არაფერი არ არის. კრავ მაგა არის ნაერთი ჭკვიანური სისტემა, ნაზავი არის. იგივე კარატე შედის, აიკიდო შედის, ჭიდაობა შედის, ძალიან დიდი პროცენტი, ბოქსი შედის. შენ ამ ვარჯიშების შემდეგ გეხსნება ინსტინქტები თავდაცვის და შენ ხდები უფრო შენ თავში დაჯერებული, ვიდრე იყავი მანამდე. ამის გარდა კრავ მაგა შეიცავს ფსიქოლოგიურ მიდგომას და ფსიქოლოგიურ მომენტებს, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს იგივე ქუჩაში, იგივე ლიფტში, როდესაც თავდამსხმელი აპირებს შენზე თავდასხმას და შენზე ძალადობას. აქ არის მთელი რიგი ფსიქოლოგიური მომენტები, რომელიც არ ისწავლება სპორტის სახეობებში. შენ არ ანახებ იმას, რომ შენ აგრესიული ხარ, არა, შენ მსხვერპლი ხარ. უნდა მოვაჩვენო, რომ შენ მსხვერპლი ხარ და შენ ძალიან ადვილად ყველაფერს უჯერებ და ყველაფერზე თანახმახარ გააკეთო, იმიტომ რომ მოადუნო მისი ყურადღება. აი მისი ყურადღების მოდუნების შემდეგ შენ სწორედ უნდა გააკეთო ის ილეთები, რაც არის, რასაც გასწავლის კრავ მაგა. ჩვენ ქუჩას მოვწყვიტავთ ახალგაზრდებს. ჩვენ უარს ვეუბნებით სიგარეტს და ალკოჰოლს, ნარკოტიკებს უარს ვეუბნებით. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესს მოუწოდებთ და მეც ჩემი ასაკის პირობებზე, როგორც ხედავთ, არ ვიმყოფებით სულ ფორმაში. ამით ჩემი მოსწავლეებისთვის მაგალითიც კი ვარ. შენ თუ არ შეგიძლია შენი თავის დაცვა, შენ სამშობლოს და ქვეყანას და შენს ოჯახს ვერ დაიცავ. შეძლებს დაუარად მინდა რომ ჩემ ქვეყანაში დაინერგოს და ჩემი ქვეყანაში ახალგაზრდობა გადავიდეს ჯანსაღ ცხოვრების წესზე და ამ წესით მაცხოვრებელი და ამ სისტემით გავლილი ახალგაზრდა ჯარშიც კარგი მეომარი იქნება, ოჯახშიც კარგი, ნებისმიერ სამსახურში თვალსაჩინო ადამიანი იქნება და მხოლოდ მოგებული დავრჩებით ჩვენ.